მოგესალმებით მეგობრებო, კიდევ ერთხელ უკვე არა საქართველოს. აიეგერები გადასცემენ უკვე რომ ნომრები დაყენებული არიან. არა, გამზადებული არის. აწი სარეგს დაველოდებთ. მაგრამ ცუდი ის არის რომ ძაღლების ხმა არ მისცეს. ეს დიდი ალბათობით ნომერის გასროლა იყო. და იქითკენ ნახდათ ვიღაცა მისროლა 5 ტყვია და არ გამოურიცხავა რომ არლენი იყო. გავედით ფინალში. ბელორუსისგან განსხვავებით ძალიან ჩქარა ხდება საქართველოში ეს მომსახურება, წინაზეც აღნიშნე და კიდევ მინდა ხაზი გაუსვა. თითო ადამიანს თოფის საბაჟოზე დარეგისტრირება, უსაფრთხოების მიერ შემოწმება, ყველაფერი თავიბოლოდ 15 წუთი არის რა. მარტივად ორგანიზებულად და დაალაგებულად. ნახოთ ბელორუსში რა დაგხვდება და ისინი რას აკეთებენ. წითელი ზოლიდან უკვე გამოვიდა ქალბატონი, რომელმაც უთხრა რომ მომსახურებია და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ მეოთხე ჩამოსვლა არის მემბენი ჩვენი და ამ ჩამოსვლაზე გული მეუბნება რომ პრობლემები არ შეგვიქმნება. რა იყო ეს საინტერესო ფაქტორი, გადაღება აქ შეიძლება ის ამასაც მოპარულად ვიქნათ. ხო და რომ დაგვინახა ამ გოგონამ უკვე გვიცნო და მალები გაუნათდა. სიხარულით გამოცუნცულდა რომ აი მალევე დროზევე გაგიკეთებთ ყველაფერს და ნახოთ იქნება და დავხვეწეთ. ჩვენ რა იმათ მოდახვეწეს შენ. არა, ჩვენმა ჩამოსვლება დახვეწინა. მოგლეთ ვიმოდოვნებთ რომ ცოტა ხანში არ გიტყვით რომ ექსესები ისევ გამოვა. მოგესალმებით მეგობრებო, კიდევ ერთხელ უკვე არა საქართველოს. უკვე მინსკის აეროპორტიდან და მოდი ბარემ აქვე აღვნიშნოთ რომ პირველი ჩამოსვლა არის მე მგონი მინსკში ექსესების გარეშე რო ჩაიარა და სხვათა შორის დაიხვეწნენ ჩვენი გოგოებიც მომსახურე პერსონალი. როგორც აღვნიშნე ჩვენი დიდი წვლილი არის ჩვენზე ისწავლეს ჩახვეწაში რასაც ქვია. ამინდი გადასარევი სანადირო. კი, სასიამოვნო 2 გრადუსი არის ხალხმა. მოღრუბლული არის ოდნავ ცრის, ხო. 2 გრადუსია. ძალიან კარგ განწყობაზე ვართ. ჩვენი დამხდური ანდრეი ახლა ჩაალაგებს ჩვენს თოფებს, ბარკს, ყველაფერს და სადღაც ალბათ საათსა და 15 წუთში უკვე ვიქნებით ჩვენს მეურნეობაში. მაგრამ იცი რა არის? ჩვენმა მაყურებელმა ჯერ არ იცის რისთვის ვართ აქ ჩამოსულები. ლიცენზია რაზე გვაქვს? ლიცენზია გვაქვს აღებული ლოსზე, ანუ ცხენირემაზე, მაგრამ ლოსზე, ირემზე, შმელზე, ტახზე და მგელზე. ვა შენ გენაცვალე. რაც გამოვა? წესით რაღაცა უნდა იყოს რა. თუ ჩვენ არ გაგვიმართლებს, იქნებ აი ხა მე რა მაინტერესებს? დათვი რო გამოგივიდეს და შეჭმას რო გიპირებდეს, არ უნდა ესროლო? ბელარუსულ დათვს კი უნდა ესროლო, აბარა უნდა და. დათვი არ ვიცი, მაგრამ ნუ ნამდვილად ესეთი თემა არის, რომ ჩლიქოსანი უნდა მოვინადიროთ და ჩვენ მაყურებელსაც ვანახოთ თუ როგორ ქენით ეს. ეხლა კი დაგათვალიერებინებთ, სად ვაპირებთ დაბინავებას. გამოგყვებით. მინსკიდან სულ რაღაც 40 კილომეტრში ძალიან მალე მოვადექით ჩვენს სამონადირეო სახლს, რომელიც ძალიან მაგრამ მომენატრა სიმართლე რომ გითხრათ რა.
მოგდა მოგენა რაღა დაგიმალო და ძალიან პოზიტიური განცდები დამოუკლა. მე იცი რამე სიამოვნებაა. შემოუხვიეთ. თორე ბიჭებმა რო თქვეს რომ ვაიმე ჩვენი სახლი. ხო, კი, იყო. აღიქმება როგორც ჩვენი სახლად რა. ჩამოვედით ჩვენ სახლში ბიჭებო. კი, ნამდვილად ეგავთ ძალიან გახარებული ვარ და ისეთი შთაბეჭდილება რჩება ბიჭებო, რომ თითქოს გუშინ წინ აქ ვიყავით და ისევ დავბრუნდით. გუშინ წინის რა წარმატებები მაგრამ ხომ ვიყავით. ასევე იქა, ასევე ყველას გისურვებთ ბიჭებო წარმატებებს რა. გაიხარ. ჩვენ შეხვედრას გაუმარჯოს ბიჭებო. აბა, გამომარჯოს. ჩვენ შეხვედრას. Zagas Zakharovski. ახალი კოტეჯი დაგვახვედრეს, შარშან გვითხრეს, რომ მომავალი წლისთვის გაუმჯობესებულ პირობებში იქნებით ობიჯები და ძალიან გაგვახარეს. ეს არის მისაღები ოთახი, სტუდიოს ვარიანტში არის პრინციპში. იქენ საძინებელი გვაქვს. წნარა ჩვიდა კომფორტულად, თავისი აივნით, გადასარების ველი წერტილით. ყველაფერი ნორმალურად და რაც თავარია ხედი რა დილით რო გამოდიხარ. დაიოთ მას რო უყურებ, სადაც ხალხი შორის იხვების ხდებიან და მინდა ვიმედოვნო რომ ხვალდილით იხვებს დაგანახეთ რა. აი რა ვიცი, 64-ში ვარ ხალხო რა, close to heaven როგორც იტყვია რა. 64-სთან მიახლოებული სანადირო პირობები არის რა. ტყეში ხარ, სიჩუმეში, სიწყნარეში. წინ ტბაგაკ, შვენიერ კომფორტულ კოტეჯი ხარ და იცი რომ ხვალ კარგი ნადირობა გელუდება. ჩო, მეგობრებო, მინდა გაჩვენოთ როგორია ჩვენი ოთახები. აქ ჩვენი მეგობრები განთავსდებიან ამ ოთახში. მიყვარს რა, ძალიან ლამაზად არის მოწყობილი. მართლა ისეთ შეგრძნებას გიტოვებს, რომ თითქოს სახლში, საკუთარ სახლში ბრუნდებიო რა. ეს ჩემი საძინებელი არის. აქ ჩემი მეგობარი იქნება. აქ საკიდები გვაქვს ტანსაცმლის. ეს ჩემი საძინებელი არის. და გვაქვს ამისთან ლამაზი ნახატი. თქვენ იცით რომ მე მხატვარი ვარ და მიყვარს ხელოვნებაც. ეხლა კი შეუდგებით ტრაპეზს, ასე რომ ვთქვა და მინდა დაგათვალიერებინოთ როგორ დავხვდნენ აქ. აი, მოდი გაჩვენოთ. ნახეთ როგორი კაი რაღაცები ეს რაღაცა სალათა არის, მოგეთ ოლივიეს წააგავს. თევზი, ეს ნანადირები არის ყველაფერი ხალხო, იცოდეთ რომ აქ რაღაცა ნაყიდი ძეხვები არ აქვს ხოლმე. მჟავე, ცოცხალი, ეს აზრი აღარა ვარ, ეს ენა არის, გამახსენდა. ეს სავარაუდოდ და იქნება როსის ენა არის. დიდი ალბათობით როსის ენა არის. პოსტში გემოვნების თვისებებით შეიძლება მაგის შეფასება და გაგება. მოკლედ. მინდა გითხრა, ჩვენ არ გაგვისინჯავს ერთი. იყო როსის ტრუნჩი, რომელიც ამათმა წაიღეს ეს ჩვენი დელიკატესია. ჩვენ არ გაგვისინჯავს, ანუ მაგის მომზადების საიდუმლოც არ გვიქრეს. ისე და თქვენ უნდა იცოდეთ, ჩვენ უკვე გავაიასნეთ ეგ ამბავი. ორი შეფი აქ ახლა ეგ უკვე გავარკვიეთ. გვინდა. დღეს რო ჩამოვედით და შემოსვლისას საუბრობდით იმაზე, რომ ერთი წლის შემდეგ კიდევ ერთად შევიკრიბოთ და ერთად რო გავატაროთ, ეგ არის მთავარი ამბავი. იმიტომ რომ ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ დღეს ეხლა ამ წუთებში ვიწყებთ იმ გართობას, იმ ერთმანეთთან მოფერებას, იმ ჩვენს მონადირეული ჟინის დაკვაკოფილებას, რომელიც თქვა შემდეგ 20 დღეში ზუსტად ვიცით, რომ რა შედეგითაც არ უნდა დამსრულდეს. ჩვენ მაინც ყოფილები ვიყავით და მაინც სურვილი გვექნება ერთი წლის შემდეგ ერთმანეთი ვნახოთ. აი ესე ვარ. ხოდა მოდი აი ამას გავუმარჯვოთ. შირად ყოფილა რომ
ერთი და იგივე ადგილზე რამდენიმე ცალ-ცალკე მეგობრები წავსულოთ, ვიღაცას მოგწონებია, ვიღაცას არა და მუღამი იყო რაში იცი, იქ ვინ დახვდა და ვისთან ერთად ვიყავით რა. აქაც ვინც ხვდება ძალიან სასიამოვნო რომ აი ესეთი დახვედრა, მართლა ქართველს რო დახვედრა გესიამოვნება და გაგიკვირდება, ხო? როგორ თბილად შეხვდეთ და რაღაცა და ამ ხალხთან ერთად რომ მიდიხარ, აი სრული კომპლექტია რა. მოდი ამ სიყვარულს გვატაროს რუეთმა ყოველთვის. ეხლა გამოვდივართ რომ გავტესტოთ ჩვენი იარაღები და შევუყვებით საქმეს. ხდება შემდეგი რამ ყოველი ნადირობის წინ გიორგი ეგერები აფორმებენ ასე ვთქვათ უწოვკას ეძახიან რა ყოველდღიური ნებართვა ნადირობის თავისი იარაღით რომ შემოწმება ვინიცობა მოვიდეს ყველაფერი წესრიგში გქონდეს საბუთები ხელი მოწერილი არის ასე რომ შეგვიძლია უკვე წავიდეთ სანადიროდ. კარგი ამბავი გვაქვს თქვენთვის წინა გადაცემაში ტყის ქათამზე როდესაც ვიყავით წასულები წალკაში თქვენ გახსოვთ რომ ვახსენეთ კროკო შოფი და მისი პატარ-პატარა საჩუქრები ჩვენი გამომწერებისათვის. მინდა გითხრათ რომ სანამ ჩვენ ბელორუსში ვართ რენდომაიზერმა გაათამაშა და გამოავლინა 4 გამარჯვებული და ალბათ რო ჩავალთ მალე უკვე ვამცნობთ ამას. Сегодня мы охотимся в Смолишском лесоохотничьем хозяйстве. Значит, господа охотники, еще раз рад вас поприветствовать. Вас 11 охотников, у нас 5 загонщиков, 2 собаки, легавые. Но грибников много было, пошел грибы, и они ползали там. И первый загон у нас будет, вы будете стоять на полувышках. Если кто был, это тот же, где в прошлом году. Второй загон, я не знаю, как первый получится. И так объяснить. Вот мы так делаем, стоим буквой Г, а потом разворачиваем Г, только с другой стороны мы будем, понимаете? То есть друг напротив. Вот с охотой на охоту ружья же должны быть зачехлены. Значит, объясняю. А по правилам нашим, да. Нахождение в угодьях ружья могут быть не зачехлены. О. Через населенный пункт, когда переезжаешь, только тогда. Они должны быть разряжены.
გადავნაწილდით ნომრებში. ჩემამდე ბატონი რეზო დგას, ჩემს შემდეგ ორი ნომერი წავიდა, კიდე ბაჩო წავიდა და ზურა. ეს ის ადგილი არის, სადაც შარშან პირველ მორეკვაზე მარლენმა და ბაჩომ მოინადირეს ცხოველი. დიდად კმაყოფილი არ ვარ ჩემი ლოკაციით, იმიტომ რომ ძალიან დიდი ბუჩქნარი მაქვს წინ, აი ძალიან წვრილიანი არის, ანუ სასროლი არეალი აი ეს მაქვს. ხედველობა პრინციპში არის, ანუ დავინახო, მაგრამ იმდენად ბუჩქებში უნდა ვესროლო, არ ვიცი. შაკანი როგორ მოიქცევა. იეგერები გადასცემენ უკვე რომ ნომრები დაყენებული არის, აი მოდის ჩვენი იეგერი დააყენა უკვე ყველანი უკამბრუნდება, გადასცემს თავის მეგობრებს და მორეკვა დაიწყება. Ну, что, начнется скоро загон? Я заезжаю и начинается загон. Бог в помощь. მეგობრებო, ეს წამია ნომერში ჩავდექი. მინდა გითხრათ, რომ წვიმს. საწვიმურია საჭირო. უნდა ვთქვა, რომ ტემპერატურა არ არის ისეთი, რომ ცივა ყოველი ტყვი, მიუხედავად იმისა, რომ ალბათ იქნება 7 გრადუსი. მაგრამ თვითონ ტყე იძლევა იმის საშუალებას, რომ ქარი არ უბერავს, შესაბამისად თბილად მაინც. სანამ მორეკვა დაიწყება, ვისარგებლებ ამ რამოდენიმე წუთით და გავახსენებ ჩვენ მაყურებელს, რომ ვართ სმოლევიჩის სანადირო მეურნეობაში, ძალიან კარგი მეურნეობა არის, უზარმაზარი ტერიტორია აქვს სანადირო, ძალიან ბევრი ტყეები არის. გზაში სანამ მოვდიოდით, თქვენ იხილავდით კადრებს, თუ რამდენად მოვლილია მეურნეობა, სულ სისტემატიურად ხდება ტყეების გამოხშირვა, იჭრება ტყეები, საწყობდება და მიზერულ ფასად გადაეცემა ადგილობრივ მოსახლეობას. აღსანიშნავი არის შარშან თქვი მე ეს, მაგრამ კიდე გავიმეორებ, რომ მავანმა იქნება ყურადღება მიაქციოს. აღსანიშნავი არის, რომ ყოველ მოჭრილ ხეზე 3 ახალ ნერგს რგავენ. ძალიან მისასალმებელი ტრადიცია არის, მოდი ესე ვთქვათ და უხვად არის ეს ახალი ტყეები, მალადნიაკი რასაც ეძახიან რა, ძალიან ლამაზი არის. ამინდი არც თუ ისეთი ყინვა არის, ანუ პლუს 2 მაინც იქნება, სიცივე არ არის, ხელი არ გიყინება ადამიანს. ორთქლი არ გამოგდის პირიდან, ცოტა ჟინჟლავს, მცირე დიდი დისკომფორტი ეს არის, თუმცა ყველა წყალგამომტარი გვაცვია და ამიტომ არც ეს არის დიდი პრობლემა. ბებერი იშ 27, თანამედროვე შოტკამით აღჭურვილი, გიორგი ჩვენი ოპერატორი ჩემთან ერთად არის, კანდარაზე შემომჯდარი, GoPro მაქვს, მოკლედ თავარია რამე გამოვიდეს და კარგი კადრებს განახებთ ბიჭებო და გოგონო. ჩვენი სასროლი არეალი არის აქეთა მხარეს, ვინაიდან კარაბინით ვართ, საკმაოდ შორი გასროლის განხორციელების საშუალება გვაქვს. შეგვიძლია ასევე ჩვენს ზურგს უკანაც სროლა და იქეთ მხარეს ალბათ 45 გრადუსის დაცვით მხოლოდ და მხოლოდ, რომ გვერდზე ნომერში მდგომი არ შევაწუხოთ. წინ გადასარევი ხედი მაქვს, თუ ჩემზე გამოვიდა ნადირი და გამიმართლა, კარგი გასროლის მომსწრენი შეიძლება გავხდე. სანადიროდ ხმარობ საკოესოც, იარაღი საკოესოცია, ოპტიკა არის Vortex-ი და არის 308 კალიბრის ვაზნები, საკოსი. იარაღი გამზადებული არის, აწი სარეკს დაველოდებით. მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ვართ პირველი დღე არის ჩვენს სანადირო მეურნეობაში ბელარუსიაში, აი ესეთი ვიშკაზე დგავარ. ჩემი ახალი იარაღით ვარ წამოსული, იმედია დღეს მომნათლავ. შვენიერი ამინდი, აი მინდა გაჩვენო ტყე. როგორც ჩანს, ნომრებში გადანაწილება მორჩა ხალხის, აწი ველოდებით უკვე სარეკს.
ზუსტად ჩემს წინ დაიწყო. წინ და მარჯვენა მხრიდან მოუყვებიან ბიჭები. დიდხანს ლოდინი აღარ დაგვჭირვებია, უკვე სარეკის პირველი ხმა გავიგონე. ამიტომ თქვენის ნებართვით ცოტა უფრო მეტი ყურადღებით ვიქნები და რა თქმა უნდა ჩუმად. მორეკვა დაიწყო სარეკის ხმა უკვე მესმის. ასი სარეკი კეთდება ესე. ესე მოდის სარეკი და მე ვდგევარ მარცხენა მხარეს. იქიდან გამოქცეული უნდა წამოვიდეს აქეთ და ბიჭები დგანან ზემოთ. წყალმა უაზი გააჩერა ძალიან ცუდ ადგილზე. ფაქტიურად ერთ-ერთი შანსი მქონდა იქით ხარეს მესროლა და ისიც დამიკეტეს. სისულელეა. მენი დაახლოებით 200 მეტრში არიან ახლა. სარეკი გვიახლოვდება, მაგრამ ცუდი ის არის, რომ ძაღლების ხმა არ გვესმის. როგორც წესი, ძაღლი როგორც კი ლოსის კვალს იღებს და დაინახავს ყეფას იწყებს. ჯერჯერობით ყეფა არ გვესმის. ეს რეზო. ეს მეგონი ბატონი რეზო იყო, ხო? კი, რეზო მისრული. ბოლი გამოსცი. გახსოვს რო გითხარი, იქიდან რაღაცა მტროვის ხმა მესმის მეთქი. ძალიან კარგი. შეიძლება ორიც იყო, არა და კიდე არის მტროვის ხმები. მალადოიო რეზომ ახალგაზრდა ლოსის სიგალეტკას რო ეძახიან, ესენი სავარაუდოდ ის მოინადია. ტყის იქიდან მხარეს ამოხდა ჯერჯერობით არ ვიცით. სარეკი გამოვიდეს და მევალთ ბატონ რეზოსთან ყველაფერს ვკითხავთ. ეს დიდი ალბათობით ნომერის გასროლა იყო 5-ვე ტყვია. ჯერ 3, მერე 2. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად არის. დავაგდე. ესეც ასეა და აი მოუნათლე ჩემი ფენები. მაინც იქით წაიც, ესე იგი 4 ტყვია ვესროლე. ვერ დავაგდე და ბოლოს მაინც და დავაგდე. პრაქტიკულად გამოვიდა სარეკი ჩვენთან მოვეოთ რო ხვდები ბაჩუ და ზურა იქითკენ რატო დააყენეს მაგ ლოგიკით. У меня вышло, я там стрелял. Скорее всего, было попадание. Мы только зашли, когда 3 стояло, и они не сюда пошли, а пошли в бок, и сразу стрелял. Ага. Потом у меня здесь вот вышло. А где далеко? Метров, наверное, 100, а может и то не было. Лоси? Лось. Можно мне тоже спуститься? Я думаю, да. Мы уже все, загонщики. Да. Вы შეგვიძლია ამოვიღოთ
ნუ მივიდეთ ბატონ ეზოსთან ვკითხოთ რა და როგორ იყო მის ნომერში ჩვენს გვერდით არის და მე მგონი წვერავამაც ისროლა და იქითკენ ნახდათ ვიღაცა მისროლა 5 ტყვია და არ გამოურიცხავ რომ მარლენი იყო სარეკი გამოვიდა მივალ მე ხა ბატონ რეზოსთან ბატონმა რეზო მისროლა მე მგონი წვერავამ და იქითკენ ვიღაცამ შეიძლება მარლენი იყო მეც ესე მგონია რომ მარლენს უნდა ესროლა ვა კიდევ ვიღაცასთან რაღაცა გავიდა შვენიერი რევას მომილოცია შემოგოვა გაითვა მამალია რა ეგრევე მივხვდი რომ მარტო იყო ძალიან კარგი ზონა ძალიან უფ ამას რას უკები ექნება აი გასულია და ესე წამოვიდა ეს ის ყველა ხო და მე აქ შეფარბაც და ვერ ხედავდი და შეიძლება ხო ჩამოვედით აქა ჩემი პენელი მომნათლე ეხლა მინდა გაჩვენოთ ჩემი მოკლული ლოსი მე მოვინახე ძალიან ვარ გახარებული ესეც ასე როგორც ხედავთ დილის მორეკვა როგორც მინიმუმ 2 მონადირებული ლოსით დამთავრდა ორივე ახალგაზრდა არის ბატონი რეზოსი უფრო შავი არის და ოდნავ უფრო დიდი და რქები აქვს დაცვენილი ეს უფრო ახალგაზრდას გავს მაგრამ მარლენი წავიდა ეხლა ჩვენ იეგერთან ერთად რომ ნახოს მისი ნასროლი მარლენი ამბობს რომ მე ვესროლეო წავიდა მაგრამ ეჭვი მაქვსო რომ გარტყმული მაქვსო კიდევ ერთხელ შებრუნდა ტყეში რომ დაარწმუნდნენ საბოლოოდ მონადირებული არის თუ არა ობიექტი მაგასაც ცოტა ხანში გაგაგებინებთ ჯერჯერობით კი შეგიძლიათ 2 ლოსის მონადირება მოგვიწევთ ერთი წავიდეთ და ნახოთ ეხლა რა გამოგვივიდა. Он не на мне, он проходил, потом он остановился и возвращаться начал. И уже когда он начал возвращаться где-то через промежутки там метров 50 после остановки. Неужели я промазал? Დავიჯერო ავაცილე. რაცა მეეჭობა რომ ამეცილებინა. მოკლედ განმეღურებით მოვედი იმ ადგილზე, სადაც იდგა ეს ლოსი და აქ ხედავ რომ გაცვენილი ბეწვი არის. მე რა ვხდები? რეალურად მართლა მოვარდი თუ ვერ? აქაც არის ეს ბეწვი. აუ როგორ გამეხარდება მალენ შენ თუ აი ყველა გამეხარდება ბიჭებო, მაგრამ მალენის მაინც თავისას იზავს. ბიჭო, ხო, ანუ ერთი სროლა იყო ცალკე, იმიტომ მეგონა რომ მე შენი სროლე. ანუ რეზოსგან ნასროლი არ იყო. ერთი იყო იქეთ პირველი იყო. არა, პირველი ზაგონმა ისროლა, კაც ზაგონში მე ვამბობ ნომრებიდან იყო სროლა. ერთი გასროლა მალენმა გააკეთა უეჭველი. რომ ამ ხაზზე. კი. ამ ხაზზე ერთი ტყვიანი მარტო მალენს ჰქონდა. ერთი ტყვიანი რატო ქონდა მალენს? ბოლტია. მართალია. ხო, მაგრამ იქნება და მიაყოლებდა. ერთი гасროლა იყო მართალი ხა და შეიძლება დააგდო კიდეც. ბიჭებო, მარლენმა თუ მოინადირა აი ამ შემთხვევაში. არა, ამ ტურში. აი ამ ადვენჩერის რემენს ვაჩუქებ. შვენიერი კარგი საჩუქარი იქნება იმედია. იმედია მოინადირეს. იმედია. ნახოთ. ჩვენმა მაყურებელმა იხილა ქალბატონი, რომელიც სოკოზე იყო და ცუდი არის რაღაც გაგებით, რომ ტყეში ძალიან ბევრი არისო გაგვაფრთხილეს ხალხი, რომელიც სოკოს აი ბაჩომაც გადაწყვიტა რომ საღამოს სოკო გვინდა. ბაჩომ კი არა და ირაკლიმ ბოდიში
გაუმარჯოს. გახარებული ყოფილიყო. გილოცავ ნანადირებს. ყოფნა კარგადაა დაცდილი. შემოგევლე. მრავალი ნადირობა ჩაგეტარები რომ სულ ჯანზე ყოფნით ჩემორეზო. True adventure. აღდი თავგადასავლები. ჭეშმარიტი თავგადასავლების მატარებელი კაცი, რომელმაც YouTube-ზე თქვა, რომ ესე უნდა იყოსო, გვახლავს ძია მატარებელი. შენ შემოგევლე. უნდა გაგვეცო. იკა ძალიან მოხდება თქვენ სიარაღს. ძალიან დიდი მადლობა გენაცვალე მე შენ აი ეხლა რომ ლოსი არ დაგიგდია ვაფშე არ დაგვენდა ეგრე მოვიარეს რა. ვაჟიკო, რა გითხარი ძილის წინ? რა გითხარი ძილის წინ? გითხარი ძმაო პირველოს შენ მოინადირებ თქო? დიდი მადლობა. შენ მოგევლე შენ. შერპიშაკარი. ეს ერთი და სხვა მრავალი. აბა მოყევი ახლა. ანუ შაშან იყო ახლოს. ხო. შაშა მოვიდოთ ეხლა აქედან მე და გიორგი გავზომეთ 70 მეტრი. შვენიერი მანძილი არის ძმაო 70 მეტრი არ არის. სამი ვესწავლე რა. ხო. რომელი მოხდა არ ვიცი. რა მნიშვნელობა აქვს? ერთი აქ მოხვედრილი. ერთი აქ მოხვედრილი, ისიც ეხლა მე რასაც უყურებ. თან უცილში აქ მოხვედრილი. ხო. მაგრამ ეხლა იმან ეხლა ვინც ნახა ყველა თქვა რომ ესეთიო ნასროლითო სადაც მუცელში აქ მოხვედრილი. უნდა წასულიყო კიდე. შეიძლება მეორეც აქვს, მოდი კარგად ვნახოთ. ანუ ხმა გაიგე ძაღლების ყეფა არ იყო ჩემსკენ საერთოდ არის მოდა. სარეკი ჩამწდა. ხო? სარეკი ჩამწდა. კი. GoPro გამოვდე. იარაღი დავდე. ისვენებ. ხმა რო გავიგე. იქიდან მოდი ყიდა რა. GoPro ჩავდე იარაღი ავიღე და ვაყარე. შენ გაგიმარჯოს ღმერთმა. ესე იგი ნაღდათ ეგრე იყო რა გუშინ რომ დავიშალეთ და ვიძინებდით გვერდ კოტეჯებში ვართ მე და ვაჟიკო და აი ესე ხელით გავწიე და ვაჟა შენ ხვალდილით პირველმა უნდა მოკლა მეთქი და ყველაფერი კარგად აგიხდათ ბიჭებო. აბა ესეც ნანადირევი. ამანო როგორ გააჩერა აი ეს რუდი რა. იმენ ამოპილავდა ისიც ის. მუცელი აგე გამონგრეულია და ეს შეიძლება მეორე ტყვიაც აქვს გარტყმული კაცო. არ ვიცი. ნუ ან გაჩერებული არის რაღაცა. მე 20 წელს ხარ გადატრიალება ის არის. არა, ეხლა ვერა, იქ უნდა ვნახოთ. შვენიერი ვაჟიკო, კიდევ ერთხელ გიგეცავ შემოგევლე შენ. გაიხარა და ხო ხედავ პირველივე დღეს მე ვარ როგორც ყოველთვის ემოციური და უნდა იყო ღმერთმა სუდახარებული და ემოციური გამყოფა. იარაღის მომნათლე. გილოცავ შვენიერი ნათლობა მინდა გითხრა ბევრს არა აქვს იარაღი ოსით მონათლული ძმაო. ეხლა საუბარში ირკვევა რომ მარლენი ხო წავიდა თავისი ლოსის სანახავად ირკვევა რომ თურმე ბატონ მამუკასაც და ჩავლესაც კახასაც უსვრიათ და რომ მოვლენ ჩვენი იეგერები აუცილებლად წავალთ და იქაც ნახავთ შეიძლება რაღაც დადებითი შედეგი იქაც იყოს შედეგები დადებითი შედეგებიო აი ესეთი ამბიციური განაცხადი აქვს ბატონ მამუკა შივაკატის რატომაც არა მარლენ ირაკლი წვერავა შემპირდა რომ მარლენმა თუ მოინადირაო ძალიან კარგ ხამარს ვაჩუქებოდა მე მგონი წინსწრებით გაჩუქა კი იმიტომ რომ ნასროლი კი ნახეთ კარგი იყო მაგრამ რაღაცა მოკლული ვერ ვნახეთ მაგრამ არაუშავსო მაინც უნდა შვენიერი ძმაო თან adventure შენი არხის სახელი არის გაიგე შეიძლება გედაცვალე მოკლედ კიდევ ერთხელ მადლობა ჩემი რა აი ეს არის ყველაზე საინტერესო და საყვარელი მომენტი ხალხის წარმატების მომტანი ამ ჩვენ ტურში ხალხის სიყვარულის ზეიმი არის ხალხო დღეს ბელოვის გაიხარეთ მოკლედ როგორც ხედავთ ეგერებს იმის უფლებაც კი აქვს რომ ლოსის გამოტანისათვის ხე ცოტა ასე ვთქვათ შეათხელონ ხო არანაირი პრობლემა არ არის უფლება აქვს რომ მოჭრან რასაც საჭიროდ ჩათვლია და საინტერესო მაგრამ აქ საინტერესო რა არის მალენს დაავიწყდა იმის თქმა ჩვენ მანქანაში ვისაუბრეთ უბრალოდ არ ჩაგვიწერია რომ მესამე ლოსი არის მონადირებული ხო და ანუ მე ვერ მივხვდი ერთ რამეს რა ჩავლემ მოარტყა ჩავლეს მორტყმული ქონდა ანუ ნახეთ მე ჩავიწერე ეს რომ შენ რო გაგიყვანეს მე ცოტა ხანში ჩავლემ თქვა რომ მე მგონიო ჩემიც მორტყმული არისო მამუკას და ჩავლეს გამოვიდა და ეხლა აღმოჩნდა რომ ბატონ კახას მოუნადირებია მესამე ლოსი პირველი მორეკვიდან ბიჭები შესულები არიან დაახლოებით 70 მეტრი აქვს ამ ლოს ნარბენი გასროლის შემდეგ ღრმად არის ტყეში შესრული ეხლა გაჭრიან მიჭრიან ამ ხეებს მანქანა შევა ეს პატრიოტი ახალი ვილისი ასე ვთქვათ და გამოიტანენ ამ მონადირებულ ლოსს. დაველოდოთ ეხა ერთი სული მაქვს ჩავლე მოვიდეს და მამუკა და მიულოცოთ ახლო და მოგვიყვნენ რა როგორ და რანაირად.
მიბოძეთ, ჯერ შენ მოგილოსო ჩემო კახი. დიდი მადლობა. მოდი გაკოცე. დიდი მადლობა ყველას ჩემი ესეთი გახარებისთვის. ესე იგი, ბიჭო, დაამხელა არის, ეს მე მგონი ყველაზე დიდი არის. დიდია, კი. ნახეთ რა ამხელა ძროხაა. ეს ყველაზე დიდია, რა თქვენ მოგიყვიათ. სპოლენ. აი ამაზე იწყება სპოლენ. ნაკანეცტაო, ხო ისი? აბა მოყევი ახლა, აბა დაფქვი. დაფქვა, მოკლედ. გამოსვლით გამოვიდა გიაში. ხო? დავინახე მართალი ცოტა გვია, იმიტომ რომ თოფს ვეთამაშებოდი, უფროსად კამერას. რომ დავინახე. ავიღე, ვესროლე და დაიწყო გაჩერება. მოტრიალა ჩემსი პირის. კიდე მეორე ვესროლე. ანუ თვალებში შემოხედა. თვალებს შემოხედა, მოგამესრიო და შემოვარდა ტყეში. მესამეს დავაყოლე, მაგრამ სავარაუდოდ ის უკვე ავაცილა. რომ მოვედით. ხო. ამ კაცმა ნახა როგორც გამოსვლის კვალი, ისე შემოსვლის კვალი და მე სისხლ გამოვყევი და მოგვიყვანა პირდაპირ ადგილზე. თქვენ გაიხარეთ, ესე იგი, მესამე მონადირებული ლოსი. ანუ ზუსტად იმ ადგილზე რომელზეც უნდა მოხვედრო. გული ეთყობა რო ვერ გახვიდა, იქიდან მხრიდანაა. იქიდან აქვს. ახლა რო გახვიდა გული, მაინც აქამდე მოვიდა. მარლენ ესე იგი 3-0 მონადირეების სასარგებლოდ? კი ბატონო, ჯერჯერობით ესე გამოდის. არა და 3-1-ია მონადირეების სასარგებლოდ. ხო, მე რო ავაცილე, ხო? სამნახევარია. ციჩკუჟალკა. ადგილი ალბათ თქვენ გახსოვთ. წინა ჯერზე რო ვიყავით ჩამოსულები ძალიან დიდი სიამოვნება და სიხარული მოგვანიჭეს აქ. Девочки, как настроение? Решили всех сегодня перестрелять? У нас отлично. Ждем вас. სანამ ფუსფუსი მიდის. მინდა რომ ჩვენ მაყურებელს უთხრათ რომ რაღაც ძალიან პოზიტიური მოაქვს, როდესაც ცხელს ადილს გახვედრებენ ბუნებაში, ხო. ბუნებაში. შარშან ნახა ჩვენმა მაყურებელმა ეს ყოველივე, მაგრამ ყოველთვის სასიამოვნო არის. შარშანაც, წელსაც და იმედი მაქვს, რომ მომავალ წელსაც ძალიან გვესიამოვნებია. ნახოთ, თუ გამოგვივიდა ეგამბოლი ძალიან გამიხარდა. სუმირა მაგარი წამოიღო. Диамарлен, всё уже готово. აი, ჩვენი ქალბატონები ცდილობენ, რომ გემრიელი სადეგი მოგვიმზადონ.